წავიკითხო ერთ-ერთ ჩვენს ძალიან საყვარელ ცოდვაზე, ლებაზე, რასაც ქვია ტაძარში საუბარი ღვთისმსახურების დროს. ჩვენ ამ ცოდვას ყველანი ჩავდივართ, ჩვენ დაუნებურად, ხშირად გასნობიერებული, როდესაც ტაძარში მოვდივართ და როცა მსახურება არის განსაკუთრებით აი ამ დროს, ჩვენ ტაძარში ვიწვევთ ხმაურს. აქ ჩვენ შემოგვაქვს სხვადასხვა ამბები, საქმეები, შემდგომში მიდის ერთმანეთში საუბარი, გადალაპარაკება, მიწიერ საქმეებზე მსჯელობა, ბუნებრივია ეს მერე იწვევს ხმაურს, ხან არის სიცილი და იოანე ოქროპირი რას საუბრობს ამ თემაზე. ეს მცირე გადაგებაა და მოვისმინოთ. ტაძარში ღვთისმსახურება აღესრულება. ყველა გაყინულივით ზის, მოხუცებიც, ხმაწვილებიც. ხმაწვილები კი არა, ტარვალები არიან. იცინიან, ხარხარებენ, ლაპარაკობენ. ეს ყველაფერი ხომ მე მესმის. მუხლდრეკისას ერთმანეთს დასცინიან. შენ იქვე გახარ, საუბარია ერთ მორწმუნე ადამიანზე, თქვა ჩვენზე. მოხუცი თუ ახალგაზრდა, შეაჩერე ამას რომ ნახავ. ამხელე ეს ადამიანი დიაკონს დაუძახე, დაემუქრე, შენი საქმე. თუ კი რამეს დაგიპირებენ, ბევრი დაგეხმარება. ვინ იქნება ისეთი უგუნური, რომ როდესაც ნახავს მათ ამხელ, ისინი კი გეწინააღმდეგებიან, შენი მხარე არ დაიჭიროს. მას შინ წასული ლოცვისთვის ჯილდოს მიიღე. ბატონის სახლში ისეთი მსახური ფასდება, ვინც ერთ ნირსაც კი არ დატოვებს უადგილოდ. მითხარი, შინ რომ მიყვალ, ვერცხლის ჭურჭელი გადაგდებული რომ დაინახო, თუნდაც ეს არ გევალებოდეს, განა არა იღებდა შინ არ შეიდა. უწესრიგოდ მიგდებული სამოსი რომ ნახო, თუნდაც ეს შენი საქმე არ იყოს, თუნდაც მტერი იყოს იმის, ვისაც ეს საქმე აბარია, განა შენი ბატონისადმი ერთგულებით მას არ მოუვლი და არ მოაწესრიგებ. ასევეა ახლაც ის წესრიგის დამრღვევი ჭურჭელია, მოაწესრიგე ის, მიდი მასთან, მე ამას არ ვიუარე. ან მე მითხარი, ხმამაღლა განაცხადე, მე ხომ ყველაფრის დანახვა არ შემიძლია. მაპატიეთ, თქვენ ხედავთ და ბოროტებაა გაბატონებული მთელ სამყაროში. ტყუილად კი ვთქვი, რომ ჩვენ ერთი ღერი ბალახი ვართ ღელვარე ზღვაში. იმაზე კი არ ლაპარაკობ. ისინი რას აკეთებენ? არამედ იმაზე, რომ აქ მოსულები ისეთ ძილს მისცემიან, ამ ყველაფერს ხელს ვერ უშლიან. ანუ ეს ადამიანი ლაპარაკობს, მას არ აჩერებ, არ აწინააღმდეგებ და არ ამხევ. კიდევ ხედავ, როგორ ლაპარაკობენ ფეხზე მდგარნი, როდესაც ლოცვა აღესრულება. სხვები კი უფრო თავხედები, მარტო იმ დროს კი არა, როცა ვლოცულობთ, არამედ მაშინაც, როცა ღვთისმსახური არ კურთხევს, მაშინაც საუბრობენ. აი კადნიერება, მას როდისღა ცხონდებით, როდის მოიმადლიერებ ღმერთს, თამაშობაზე რომ მიყვარ, იქ უეჭველად, წესიერად დაწყობილ გუნდს ნახავ. იქ არაფერია უწესრიგო, სწორედ ასევე ეწყობა ჩანგი, მრავალრიცხოვანია მისი სიმები. ამავე დროს თითოეული სიმი ისეა აწყობილი, რომ ერთად შეთანხმებული ხმიანობას გამოსცემს.
ჩვენ ერთი ეკლესიის წევრები ვართ. ერთი თავის ქვეშ გაერთიანებული წევრები. ჩვენ ყველანი ერთი სხეული ვართ. თუ კი ერთი რომელიმე წევრი დაუდევრად და უყურადღებოდ დარჩება, მთელი სხეული გაიხსნება. ასე რომ ერთის უწესობა დანარჩენების კეთილწესიერებას დაარღვევს. აი ესაა განსაკუთრებით დიდი საშინელება, რომ შენ აქ თამაშობაზე და გასართობად არ მოდიხარ და ასე არაღვთისმიერად იქცევ. განა არ იცი, რომ ანგელოზებთან ერთად გახარ, მათთან ერთად გალო, მათთან ერთად აღდენ ქებას და დამდგარხარ ამ დროს და იცი და საუბრობ. განა საოცარი არ არის, რომ მეხი არ ანადგურებს არა მარტო მათ, არამედ ჩვენს. ჭეშმარიტად ეს ყველაფერი მეხის ტეხას იმსახურებს. წამომდგარა მეფე ხედრობას გახურებს, შენ კი მათ შორის დგახარ და იცინი, ანდა მოცინარებს არ შეაჩერებ. მაგრამ როდემდე უნდა ვამხილოთ, როდემდე უსაყვედუროთ. განა ასეთები როგორც წყლული, როგორც განყვნელი, როგორც ბოროტბექედი, როგორც აურაცხელი ბოროტებით სავსე ეკლესიიდან არ უნდა გავაძევოთ, როდის შეიკავებენ ისინი სიცილს, როცა ამას რისხანე დროს იცინიან, როდისღა მოერიდებიან ამაოდ მეტყველებას, როდესაც კურთხევისას ამაოდ მეტყველებენ, თუ დამწყებისა მაინც არ ცხენიათ, თუ არც ღმერთისა ეშინიათ. განა ჩვენთვის სულიერი უყურადღება არ გმარა, განა ის საკმარისი არ არის, რომ ლოცვისას გონება აკეთ-იქეთ გვეფანტება. ამას კი სიცილსა და ხმაურს ვუმატებთ. განა სანახაობაა. სხვათა შორის მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სწორედ სანახაობათა გამოისობით ხდება. მათგან მოდის ამდენი დაუმორჩილებლობა და უწესობა. როცა ადამიანი მიდის თქვა თეატრში, ხოლო სანახაობას, გონებას ამით აბიძვებს, მე ეკლესიაში მოდის და აქ ისევე იქცევ, როგორც იქ. რასაც ჩვენ აქ ვაშენებთ, ის იქ ინგრევა და არა მხოლოდ ამით, არამედ სხვა უზრუნველობითაც ივსებიან იქ და ისე ხდება თითქოს და ვიღაცამ მინდვრის გაწმენდა მოინდომა და ამავე დროს ამ მინდორზე მომავალ მდინარეს კვლავ ჭუჭრი ჩამოაქვს. ერთი განწმენს, მეორე კი ანაგვიანებს. იგივე ხდება აქაც. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ განწმენთ სანახაობიდან მოსულ უწმინდურობას, ისინი უკამბრუნდებიან და კიდევ უფრო მეტ უწმინდურობაში ვარდებიან. თითქოს საგანგებოდ ცხოვრობენ იმისთვის, რომ ჩვენ შორის შფოთი შემოიტანონ და ბრუნდებიან კიდევ უფრო მეტ დაბინძურებულ ჩვეულებებში და ქმედებებში. ქმედებები სიტყვით, სიცილით დაუდევრობენ. შემდეგ ჩვენ ისევ განწყვეტ მათ, თითქოს საგანგებოდ იმისთვის წმენთ, რომ წავიდნენ და ისევ დაბინძურდნენ. ამიტომ ღვთისთვის მიმდიხართ და თქვენ, ვინც ჯანმრთელები ხართ, ამის შემდეგ გეუბნებით, რომ მჟავრი და სასჯელი მოეწევა მას, ვინც დაინახავს სხვის უწესო ქცევას და ლაპარაკს, განსაკუთრებით ამისთანა დროს და არ შეაჩერებს და არ გამოასწორებს. ეს ლოცვას სჯობს. მიატოვე ლოცვა და ჩააგონე მას. ამასაც არგებ და საკუთარ თავსაც. თუ ასე მოვიქცევით, მაშინ ყველანი გადავრჩებით და მივახსევთ ცათა სასუფეველს, რომელიც დავიმკვიდროთ მადლითა და გასმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა მამისა და სულისა წმინისა თანა ჩვენის დიდება, უფლება და პატივი აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
აი როგორი მკაცრი შეფასებაა წმინდა იოანე ოქროპირის, როცა ადამიანი ტაძარში არის მოსული ლოცვისთვის და ის რეალობაში აქ საუბრობს, მაუბრობს, არც სხვას აცლის ლოცვას, არც თავად ლოცულობს, ბევრის ხედი შემშლელია, ეს ადამიანი ძალიან ბევრ ადამიანს აღყოლებს. ყოველგვარი აღინიშნა, რომ ტაძარში ამ დროს არის მსახურება, მაცხოვარი არის წრომდგარი, ძვენის სახით, აქ ანგელოზები გალობენ, მოციქულები ხადაგებენ, აი ჩვენც უერთდებით აი ამ განწყობას ხოლმე და არის გაუთავებელი ამ დროს მაუბრი, სიცილი, საუბარი. ჩვენც გამოვდივართ ხშირად შენიშვნას ვიძლევით, მაგრამ ამაოდ. ისე ხდება ხოლმე, რომ ისე ხმაურია და აი წმინდა მამა გვეუბნება, ჩვენც უნდა მათ შენიშვნები მივცით. აი ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს, რომ მამო, მე შემიძლია მას შენიშვნა მივცი, რომ თაშვილები თქვა იყოს შუმად და აი წმინდა მამა ჩვენ გავარდებულებს, რომ შენს თუ დაინახავ რევრის წევრო, რომ ვინმე ტაძარში ხმაურობს, მიდი მას, რა თქმა უნდა, სიყვარულით მიეცი შენიშვნის გაჩუმდეს და მსახურებას მოუსწროს, სხვას მაინც მოასმენინოს. ასევე ხდება ხოლმე ხშირად ისე, რომ ადამიანი ტაძარში მოდის, ის ნაცნობს, ნახავს ეზოში, ჩერდება, მას გამოელაპარაკება, ისევე იწყება საუბარი სხვადასხვა მიწიერ ქვეყნიურ თემებზე, იქ ჩაერთება მეორე, მესამე, მეოთხე ადამიანი და მსახურება მიდის, გრძელდება და შეიძლება მსახურება დასრულდეს და ადამიანი ვერც კი შევიდეს ტაძარში. დაყოლება ესიც. ამიტომ ჩვენ უნდა ყურადღებით ვიყოთ, რომ აქ მოსულება და წევა არ წავიღოთ სახლში. იმის მაგიერ უნდა ვიღებთ კურთხევას, დალოცვას და მადლს, აი შეიძლება ადამიანი აქედან გავიდეს, მადლის გარეშე და პირიქით მან წევას მიიღოს თავისი არასწორი ქმედების გამო ღვთისგან. მეტმა ჩვენ ამისაგან დაგვიფაროს, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ეკლესიაში ჩვენ მოვდივართ. ეკლესია არის ერთგვარი ზეთის აბანეკლი მიწაზე და აქ მოსულება ჩვენ როგორ შევდივართ, უნდა შედეს ეს ადამიანი 60-ში, ისე უნდა მოვდივართ ტაძარში, რომ შიშით, ბრძალვით, სიმდაბლით და მსახურებაზე დასწრების და მადლის აღების სურვილით.